კი, გადავწყვიტე, მგონი გავაკეთებ. ავარიან ნიკოლმა ვერაფერი ვერ გაიგოს. რა არის ის, რაც არ ვიცოდე? წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მისთვის ტრაგედია იქნება. კარგი, ახლა ვერ დაგელაპარაკებდი, არ გაიგონოს. რა თქმა უნდა, ასე გავიგონებ, რატომ მართავენ ასე საინტერესო საუბრებს ჩემს გარეშე? მალე მოვიდა ყველაფერს დავმიხილავთ. კი, ყველაფერს მივხვდი. თავარია საიდ უნდა იყოს. სერიოზული თემაა, მეშინია ნიკოლი არ დააზიანოს. დედა, ნიკოლა აქ ასაკეთე. შენ ასაკეთებ აქ? მე ტელეფონზე ლაპარაკობ. რა გაქვს ეს ღვირზე? ტელეფონზე ხო? არაფრის თქმა არ გინდა? ჩემი სახელი გავიგონე. მისმე, სულელი ნუ ხარ. სულ სხვა თემაზე ვლაპარაკობდი. საერთოდ უკვე ქალაქში უნდა წავიდე. რა შენი მოიცადე? რაღაცას მიმალა. რა გათხოვებას აპირე? ნიკოლს თუ გაგიზდი? რა გათხოვება? სისულელებს მოლაპარაკობ. დედა აშკარად რაღაცას აპირებს. 100% გავიგე ჩემი სახელი. მაგრამ რადგან თავად ასურს ამის თქმა, ნასაპირეს. მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება. მას ჩუმად უნდა გავყვეთ. ან გავარკვევ ყველაფერს, რასაც ის მალავს. 3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის აღზე ხართ. დღეს დედაჩემს 24 საათი უთვალთვალებთ. მე გავარკვევ ყველაფერს, რასაც ის მალავს ჩემგან და თქვენგან საშინელი საიდუმლოებები. შესაძლოა იტრიგა. ან იქ რაიმე საშინელებაც კი. მაგრამ მე უარს ვამბობ დაჯერებას. დედა მოემზადე. დედას მანქანა აქ ის მას ატარებს. ერთი იდეა მაქვს. Kurczę kiełnały. მე ახლა საბარგულში ვზივარ, რომ დედაშემს გავყვე, რადგან ის რაღაცას აპირებს, სამიმალავს, ჩვენ ამას გავარკვეთ. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში პირველად ვზივარ მანქანის საბარგულში, ვნახოთ აქ რა არის. ჟორის მართლა ძალიან დიდი სივრცეა. აქ არის ასეთი რამაც, რგული იხსნება, მანქანიდან გაქცევა შეგვიძლია. არ ვიცი ეს საკითხებისთვისა, თუ რამე მოხდა. დედაჩემი რომ ჩამოვა, ასე გამოვძრები. კიდევ რა არის აქ? აქ რაღაცეები, აქ შუქია. როცა მანქანა ღიაა, ობელ აინთება. ამას უკვე მივხვდი. როცა აქ მოვედი. და მაინც სად არის დედა? აქ სხვა რაღაცეებია. ეს ერთი მოძრაობს, როდესაც იხურება. ეს რა არის? არ ვიცი ეს რა არის. მე აქ ბალეში მაქვს. ძალიან გამიმართლა, ღმერთო ჩემო. დაწერეთ კომენტარებში მეგობრებო, თუ გსურთ აღვნიშნებათ თქვენ მშობლებს, აი გაიგოთ რა საკეთებენ ისინი, როცა თქვენ იქ არ ხართ. კიდევ რა არის აქ? რაღაც ჩანთები. მაგარია, მთავარია დედაჩემ არ გაარკვიოს, რომ საბარგულში ვზივარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ მოკავს. გონი უკვე მანქანიდან ჩამოვიდა, რადგან კარის ხმა გავიგე. ახლა ჩვენი ლაიფჰაკის მოსინჯის დროა. აი ეს სახელურია, უნდა გამოვკაჩო და კარები უნდა გაიხსნას, შეიძლება არც გაიხსნას. გაიხსნა. მე თავისუფალი ვარ. გავიდეთ გარეთ. როგორც ჩანს აქ არავინ არ არის. მანქანას შკეტავთ. აქ მანქანები ძალიან ცოტაა, ამიტომ თავარი ის არის, რომ მან ვერ შემარჩენია. ზოგადად, ატომ დასჭირდა მას სავაჭრო ცენტრში წასვლა. მოკლედ, მოგზავნებამ ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. ამიტომ უბრალოდ დავურეკოთ მეგობრებს, რადგან მარტო არც ისე საინტერესოა და არც უსაფრთხო. თან ოპერატორის მოიყვანა, რომ გადაღებაში დაგვეხმაროს. იქა. მოდი შევაშინოთ. ნიკოლ, რატომ დავირეკე? გამარჯობა. რა მოხდა? ჩვენ არ ვიცოდით, რომ დღეს ვიდეოს ვიღებდით. ახლა გავიგე, რომ ვიდეოს ვიღებდი. მოკლედ, დედა ძალიან უსწავლად იქცევა და ამიტომ დაგირეკეთ, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ვერ გავიგე? ვერაფერი გავიგე. დედა რაღაცას მიმალავს, მაგრამ არ ვიცი რას მიმალავს და დაგირეკეთ, რომ ერთად გავიგო, ასე მოვიდა დედაჩემი. ანუ გინდა დედას უთვალთვალო? ზუსტად ეგ გითხარი. არ გისინია რომ გაიგო რამე ისეთი რაც ბავშვმა არ უნდა იცოდეს, ისეთი რამ რაც არ მოგეწონება. სად ნახეთ ბავშვი შეპატარა. კარგი ბავშვებო, ცოტა გაიციე. კარგი, გითხარი შენი გეგმა? მოკლედ, ახლა აიფონებს აქვთ ახალი მოსვენის ფუნქცია. ჩვენ უბრალოდ ჩუმად უნდა ჩავდოთ აიფონი დედას ჩანთაში და გავიგოთ ყველაფერი, რაზეც საუბრობს. ნიკოლ, არ გონია რომ ცოტა ზედმეტია, რომ მოისმინო ყველაფერი, რაზეც დედა საუბრობს? მე და დედა ოჯახი ვართ, ამიტომ ერთმანეთს არაფერი უნდა დავუმალოთ. რაფა, წავიდეთ, რომ დავყარგავთ მას. რა საყვარელია, საახალწლო დეკორაციებს არჩევს. ვიცოდი ნიკო, რომ ისე ცუდი ფიქრები გაწუხებდა, ის ცუც არაფერს არ აკეთებს. მე ყოველთვის ამბობ, რომ მე ზედმეტს ვფიქრობ საკუთარ თავზე და შემდეგ ასეთი რამ მოხდება, 100%. დედა რაღაც აპირებს. მე მაგ დიდი ხანია ვისწავლ, მერც უნდათ რომ გაგაოცებთ.
დილადის მოდის დავიმაღოთ. ვიცოდი. აი, სოდის უბრალოდ ყავას ყიდულობს. შენ უბრალოდ არ იცი ეს, როცა დედა ყავას ყიდულობს, ეს ისევ რაღაცას აპირებ, ეს მხოლოდ ყავა. ეთყობა ტყუილად დაგვირეკე. რა, ტყუილად არასდროს არაფერს ვაკეთებ. მოიცადე. მოიცადე, ნიკო, მოიცადე, მოდი არ. ეს რა იყო? თუ მან შემანიშნია, მე დავისჯები. ისე ნამდვილად უშიშარია. მე თვითონაც მიკვეს მისი. ყველაფერი ზადა. რა? არის გზა? მოსასმენი დამონტაჟებულია, ახლა ჩვენ მოვუხდეთ მის ყველა საუბარს, მაგრამ ავირჩიოთ უკვე კომფორტული ადგილი და ყველაფერს მოусმინოთ. აბა, რას ამბობ? მოიცადე, მოსასმენინე, როგორცაც ვიღაცას ურეკავს. ანუ ახლა ვაპირებთ მის საუბრის მოსმენას, კი? გამარჯობა, შენს დაშველობდი. ძაღლს მაიკლი ქვია. იორკშირელი ტერიერია და თვალის ტკივა. ზოგადად ასეთ სიტუაცია ის უკვე ძალიან მოხუცი გახდა და მეჩვენება რომ მისი გაჩუქების დრო დადგა. ეს ჩვენთვის ნამდვილი ნაბიჯი არ არის, მაგრამ ფიქრობ დრო დადგა. ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ეს. კარგი მესმის. ოჯახს ყველაფერი უნდა აუხსნა, მოვიყვან და ისევ დაგირეკავ. შოქში ვარ, რა თქვა? როგორც ჩანს დედას ჩვენი ბაიკის გაჩუქება უნდა. რა? მოიცადე, ნაადრევ დასკვნის თუ გამოვიტანთ, იქნებ უბრალოდ არასწორად გაიგე ყველაფერი. ახლა გავიგე რატომაც არ სურდა ამის თმა ჩემთვის. მას სულ ძაღლი თავში საფარს გადასცეს. ჯანდაბა, მართლაც ძალიან რთული სიტუაციაა. მე მას ახლა ვაჩვენებ. იფო, გაჩერდი, უცებ ნუ გადაწყვეტ რამეს. მოდი, მივყვეთ მას და შენ ვნახოთ კიდე რა არის მის გონებაში. კარგი, მაგრამ აცი კი ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე უარეს. ეხას. როგორ მინდა მტკბილეულის ჭამა, რაც მეტი მით უკეთესი. არავის ვაზე მათი ყიდის უფლებას, მხოლოდ ჩემს თავს. შავერს მაინც არ ვიღებ. ხად მიდის? წარმოდგენა არ მაქვს, წავიდეთ. შეხედეთ ის ჭამს. რა, ჭამოს რა მოხდა? ხო, ბოგი მართალი იყავი, აშკარად რაღაც ხდება. მოდი მოусმინოთ რას ამბობს. საუბრობ? რა არის იქ, რა არის? აჰა, ბოლოს შემიზდა რომ ესენი ჭამყო, თორემ ნიკოლისგან ვერ ჭამ. რა, დედა ამბობს რომ ამ საზიზრობას ჭამს ამდენი ხანია რომ არ უჭამია, მეგონა მე და დედა მეგობრები ვიყავით, ამ თბილოს ერთად ჭამდით. ნიკოლ, უყვირი შეიძლება გაიგონოს. გეუბნები ნახოთ რა მოხდება შემდეგ. იქნებ მას კიდევ აქვს საიდუმლოებები, მოდი უთვალთვალოთ. სუდა მავიწყდა. ნიკოლ, შეხედე ბიტის, მოდი გავყვეთ. მიდი. ის საყოშო მაღაზიაა, რა უნდა მას იქ? იქემ საჩუქარი უნდა შენთვის, არა შენი ზომა არ არის. რაღაცის ყიდვა სურს? მედი არ შემოbrunდება. ხერხული იქნებოდა. მოიცადე. შეხოსაბაშო მაღაზია? ტაგია. რა უნდა მას იქ? არ მოდგენა არ მაქვს. ნიკოლ, პატარა აღარა. შენ ბაძავს, მახსოვს ერთხელ როგორ მოხვედი აქ ბავშთა მაღაზიაში. მეგობრებო, გამარჯობა, მინდა მივართ მათ ისე საფი არ აქვს ამოწერილი. გაგიჟდით. როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი? ეს არის ფლოტ მნიშვნელოვანი წესი. თუ მოგეწონათ ვიდეო, უნდა გამოიწეროთ. ეს იგივეა მაღაზიაში რომ შეხვიდეთ, ბანანი აიღოთ და არ გადაიხადოთ. თუ მაღაზიაში არ გადაიხადე, ეს ბურდობა და თუ ვიდეოს უყურებთ და არ გამოიწერე, ეს ყალატია. ვიცით, რომ ძალიან კაი ამოწერები ხართ. უბრალოდ ალბათ აგავისლათ გამოწერა, ამიტომ შეგახსენეთ, გამოიწერეთ არქი, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბა გავიქეცით, რომ ნიკოლის დედას თვალი ვადევნოთ. ავედით. შეხედეთ. კიდევ ერთი საბავშვო მაღაზია? აუცილებლად უნდა ვიყიდო რამე ჩემი ბავშვისთვის. ეს ჩემზე ამბობს, თუმცა მგონი ეტლე არ ჭირდება. ნიკოლ, თოჯინებს უყურებს. ეს შენი საჩუქარია. ხო, შეიძლება ჩემი საჩუქარი იყოს. ძალიან მიხარია რომ პატარა გოგო მყავს, იმიტომ რომ ნიკოლი უკვე ასეთი დასრულია. ძალიან მინდა და ვინმეზე მეზრუნა. ჯედა ჩემსა მეორე შვილი ყავს. კიდევ ერთი ტანვარჯიში. ბიგ ბიჩი, იქნებ ზმახავს. არ მინდა დავიჯერო. ნიკოლ, რატო ნერვიულობ? ეს შენი უმცროსი ძმა, მასთან ერთად გაერთობი, ითამაშებ, ჩელენჯებს შეასრულებ, მაგარი იქნება. მე მინდა ჩელენჯები თავად გავაკეთო და არ არის მაგარი, როცა დედას უყვარვარ და კიდეს ვინმე სხვა. მინდა რომ მარტო მე ვუყვარდე. ნიკოლ, ნუ ნერვიულობ, გავაძილ თვალთვალი და ვნახოთ კიდევ რა ხდება. ვიღაცასთან დაჯდა. შეიძლება ახალი შეყვარებული. მოდია. აცკი გაბედო ასეთ სიტყვის თმა კიდევ ერთ წოდა მორკლავ. შემოbrunდა. იზია რუსლანი. მოგად რუსლანი ეჩვენება რომ უკვე ახე საკმაისად გაიზარდა და ფიქრობ უნდა გაიყიდოს.
ანია გესმის რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია? არ ვიცი, მაგრამ ნიკოლი რას ფიქრობს ამაზე? ან გონია რომ ამის შესახებ მიცოდეს. მაგრამ ის გაიგებს ამის შესახებ მოვალდრო და არჯერ თუ გვიან ამას გაიგებს. მესმის რომ ეს საპასუხისმგებლო რამეა, მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას, ეს არის ცხოვრება. ნერვიულობ ნიკოლზე გამომწერებზე, როგორ გაიგებენ ისინი ამ ყველაფერს? კარგი, მოდი გავაკეთოთ. ჩვენ ამას დავაკეთებთ. ახ უბრალოდ სიტყვები არ ყოფნის, როგორც ჩანს დედაჩემ სახის სახით უნდა. ვიდეოები ვინ გადაიღე? ერთად მიღებით ვიდეოებს სახისთვის დავყიდოთ, რას გულისხმობ ბათიკოში, რატომ დავყიდოთ, როგორ დავყიდოთ? არსებობს რამე მიზეზი, ვინმეზე რამე სამ. რას ამბობს ის, რას ამბობს? რატომ ხარ ჩუმად? დედამ თქვა ძალიან დიდი არხი გახკაო და მზად იყო გაეყიდა, ეს არის მიზეზი. როგორ შეიძლება ეს? უბრალოდ შოკში ვარ, რა უნდა ვქნათ ახლა? მეგობრებო, გინდათ ჩვენი არხი გაიყიდოს? თუ კი, მაშინ დაწერეთ კომენტარებში და თუ არა, თქვენი აზრი გვაინტერესებს. თვალთვალია, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია, მე მაგათ ვაჩვენებ. ნიკო, გაჩერდი. და არ გაბედო ამის აკეთება. რა უნდა გავაკეთო? მოიცა, აქ რას აკეთებთ? თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ უბრალოდ გავიყავით. მე კინ თემზეა მოყვებით, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი. რატომ გინდა ჩვენი პატარა ნაიკი თორში საფორში გადაიყვანო? ასევე ახლა რომ გახიგო, მეორე შვილი რომ გყავს, ყველაფერი მოვისმინე. ასევე თქვენ საბათამ თემი გლარეშე. ახლა შოკში ვარ შენი ნათქვამით. პილეული კი შენს გარეშე ვჭამს, დასრული ვარ და ამის საშუალება მაქვს, მაგრამ მარხის გაყიდვას არ ვაპირებთ. თუმცა რეკლამა განვიხილეთ და ნერვიულობდით, აი აუდიტორიას მოიწონებოდა თუ არა. ეს კარგი არხისთვის. და მაიკლის გაცემა რატომ მინდა? იმიტომ რომ ფადი აქვს საავად, ხო? დამშვიდი, მაიკლის არსას გაცემას არ ვაპირებთ. მის შეჭისთვის მინდოდა ჩამეწერა და ღელავდი იმაზე, რომ უფრო თბილად ყოფილიყენ მისი თვალის მიმართ. ეს უცნაურია. ბავშვი, საიდან ყავს მეორე შვილი? ნიკო, მე ახლა ხანს გავხდი ნათია და ჩემს ნათოს საჩუქარს ურჩევდი. მაგრამ ამინდა და შევთვის მე თქვა სიურპრიზი მიდა და მომეწყო. ანუ ყველაფერი ტყუილია, ანუ დასჯილი ვარ. კი, ნიკო, თურმე დასჯილი ხარ და თქვენ? რატომ ვართ აქ? არაფერი გავკეთებია. დავინახეთ პატარა გოგონა დისკოლექშენ და თქვენ ნახმარებოდი. რომელიც სულ ეს არის, ნახვამდის ჩვენ წავალ, ნახვამდის ჩავყანტიო. ამათ ქვიათ მეგობრები. 3-2-1 თქვენ მისტიკოლის არსზე ხართ. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, არ დაგარყოსეთ. მოწონება და ჩვენ გავიქეცით.